მოგესალმებით, მე მირიან ნიკოლაძე ვარ, ვაგრძელებთ საუბრებს ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ როლთან და ძალისხმევასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების ჩვენნაირმა წევრმა უნდა ჩადოს აი ამ დიდ პროცესში. მე პროფესიით იურისტი ვარ, წლების განმავლობაში მქონდა შეხება სახელმწიფო სამართლის განვითარებასთან, სამართლის ფილოსოფიასთან, სამართლის თეორიასთან. აი ამ სწავლობით მომეცა გარკვეული საშუალება, რომ საკუთარი თავის წინაშე მაინც გარკვეული კითხვებისთვის გამეცა პასუხი და მქონოდა ერთგვარი ხედვა თუ რა არის დღევანდელობის პრობლემა და როგორ შეიძლება იგი გადაიჭრას. გვინდა, არ გვინდა, დადგენილი ფაქტია, რომ თითოეული ჩვენგანი საბოლოო ჯამში ხდებით ერთგვარი მიმდევარი პოლიტიკურ მწამსთა თუ ღირებულებათა ერთობლიობის. ამაში ცუდი არაფერია. ცუდია ის, როცა არ ვიცით ამ ღირებულებათა სისტემიდან რომელია თავსმოხვეული და რომელია რეალური. ორი გზა, როგორც მივხვდით, პირველი ეს გახლავთ ღირებულებათა სისტემა, რომელიც აღმოცენდება საზოგადოების წიაღში სრულიად ბუნებრივად და ყალიბდება ამ საზოგადოების შინაგანი მიდრეკილებების, ცნობიერების, გამოცდილების კვალობაზე, ხოლო მეორეა, როცა იდეოლოგია თავსმოხვეულია ზემოდან და მას ერთადერთი ფუნქცია აქვს, ეს არის სოციალური მართვა და სოციალური კონტროლი. რატომ იმყოფება თამაშგარი მდგომარეობაში ჩვენნაირი რიგითი წევრი საზოგადოებისა, რომელზეც შევთანხმდით, რომ ეს რიცხვი აღწევს არანაკლებ მილიონ ადამიანს და რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი გახლავთ ერთადერთი. საქართველოში არის იდეოლოგიური დიქტატი და ამ დიქტატს ახორციელებენ ერთი მხრივ ფსევდოლიბერალები, ხოლო მეორე მხრივ ფსევდოკონსერვატორები. ჩვენ შეგვიძლია ახლა განვახორციელოთ შეთქმულების თეორიების განვითარება და ვთქვათ, რომ რაღაც სოფლიო მართლობის მამები, ფინანსური ჯგუფები, რაღაც იმპერიები ახორციელებენ ამას კი ბატონო. ამას შევთანხმდეთ, რომ გლობალიზაციის პირობებში მით უფრო ასეთი ჯგუფები იარსებებს, ვისაც ექნება მაქსიმალურად დიდი დიაპაზონის მართვის ამბიცია, მაგრამ თავარი მიზეზი ეს არ არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ თავარ მიზეზზე, რომ შემდგომში სწორად ვიპოვოთ ჩვენი ადგილი აი ამ სივრცეში. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ პოსტმოდერნის ეპოქის შვილები და რა არის დამახასიათებელი პოსტმოდერნისთვის? პოსტმოდერნის ძირითადი თვისება, როგორც ამობენ, არის მისი თვისების გარეშე ყოფნა. ანუ მას არ აქვს კონკრეტული თვისება, ის თავისუფალია იდეებისგან, ის თავისუფალია პოლიტიკური პლატფორმებისგან, ის თავისუფალია ღირებულებათა უდიდესი ნაწილისგან და ერთადერთი მიზანი, რაც მას აქვს, ეს არის თვითწარმოება, ეგრეთ წოდებული, რომელიც მუდმივ განვითარებას გულისხმობს საკუთარი თავის. ეს ალბათ უიშვიათესი ეპოქაა პოლიტიკური დიათა თვალსაზრისით, როცა ადამიანი განყენებულია მარადიულობისკენ, სწრაფვისგან, რაღაცა დიდი იდეების თანაზიარობისგან. ასეთი მშრალი და ასეთი დაწრეტილი ეპოქა ყოველივე დიდისგან და ირაციონალურისგან სავარაუდოდ ალბათ არ არსებობდა და ახლა ვართ ესეთი იშვიათ შემთხვევაში. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გარდაიქმნა იმათ, რომ ყველაფერი არის სპექტაკლი. ანუ როცა არ გვაქვს იდეები, როცა არ გვაქვს ღირებულებათა სისტემა, სახელმწიფოს სოციალური ფუნქცია საერთოდ დაკარგულია. ყველაფერი არის მოჩვენებითი და აი მოჩვენებითობის წყალობით ხდება დიდი სოციალური ფენების მართვა. მოდი ვთქვათ, რა ხდება ფსევდოლიბერალებთან მიმართებაში. პოსტმოდერნის ერთ-ერთი ძირითადი თვისება გახლავთ კიდევ ის, რომ ის ძალიან დიდი ინტენსივობით წარმოქმნის ახალ იდეოლოგიებს. და ძველ იდეოლოგიებს უცვლის ფორმას, ხშირად კორექცია ხდება გარკვეული ჰიბრიდული ფორმების კუთხით და შემდგომში ხდება ამის თავსმოხვევა საზოგადოებისთვის. ამიტომ უწოდეთ მათ ფსევდოლიბერალები, რომ მათ ასე ვთქვათ, ძირითად
კლასიკურ ლიბერალიზმთან ცოტა თუ რამე აერთიანებს. იმ 90-იან წლებში და 2000-იანებშიც, როცა აი ამ უბედურებისგან გატანჯული ქართული საზოგადოება ეძებდა საკუთარ წიაღში რაღაცა იდეურ წანამძღვრებს, რაღაც კონტურებს, რომ შემდგომში ამოეწია ზედაპირზე და გარკვეული დიდი ჯგუფები გამხდარიყო მისი თანაზიარი, ეს ვერ განხორციელდა. ვერ განხორციელდა, იმიტომ რომ შტურმი იყო პირდაპირ გაგებით, აი ამ წვრილ-წვრილი ჰიბრიდული იდეოლოგიების და საბოლოო ჯამში ეს ინტუიციური გეზი გახდა მსხვერპლი აი ამ შტურმისა. მეორე მხრივ რა ხდება? მეორე მხრივ ხდება ის, რომ ფუნდამენტალისტური, ასე ვთქვათ, კონსერვატიზმი, როგორც მისი წარმონაქმნი ლიბერალიზმისა, ისინი ერთმანეთს განაპირობებენ და ანადგურებენ და ეს არის მუდმივი წრებრუნვა, სადაც წესიერი ადამიანის ადგილი არასდროს იყო და არც იქნება. აი ეს ფუნდამენტალური კონსერვატიზმი ფუთავს, ასე ვთქვათ, თავს თითქოს და ქრისტიანული ღირებულებებით, ოჯახური ღირებულებებით, სამშობლოს სიყვარული და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა მარკეტინგია. მარკეტინგია როგორც ფსევდოლიბერალების მიერ საკუთარი სოციალური მართვის მექანიზმის შეფუთვა პროგრესული განვითარების, იქ რაღაც ინტელექტუალური აღორძინების, განმანათლებლობის და მსგავსი იდეებით, რომელიც არ არსებობს. ეს ორივე იდეოლოგია განაპირობებს იდეოლოგიურ დიქტატს და აბა გაბედეთ და თქვით, რომ მაგალითად ფსევდოლიბერალიზმი საერთოდ არ არის არანაირი ავთენტიკური ღირებულებითი ნაწილი ჩვენი ქვეყნის განვითარების, ჩვენი საზოგადოებრივი აზრის განვითარების, ქართული კაცის ბუნების ყველაფერს თავი დავანებოთ და მისი, ასე ვთქვათ, სულიერი მოთხოვნილებების განვითარების ამსახველი, მაშინვე თქვენ ამ ფსევდოლიბერალებისგან უცებ გახდებით, ჩრდილოეთის აგენტი, კგბ-ს აგენტი. და ვინ დაგწამებს ამას? ვინ? თქვენ ხომ ეს კარგად იცით. ის ხალხი, ვინც კგბ-ს ჯარში იმსახურა, ის ხალხი, ვინც კგბ-ს ჩამოყალიბებული ფაკულტეტები დაამთავრა, ის ხალხი, ვინც კგბ-ს ხელდასხმით არსებული ორგანიზაციებიდან დღესაც გასამრჯელოს იღებს, მათთან ბიზნეს ინტერესებში და წილებშია და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ამბავი. ამას უნდა მივეჩვიოთ. რა მოხდება კონსერვატორებში, ფუნდამენტალისტებს გულისხმობ, მოხდება ის, რომ თქვენ გამოცხადდებით, რა ვიცი, დასავლეთის აგენტად, იქ სოდომ გომორის პროპაგანდისტად თუ აპოლოგეტად, ხო, ნუ ეს ეპიტეტები არც ერთხელ ეს არ ელევა და ამიტომ მთავარი არის აქ რა, სოციალური გამბედაობა. თუ ჩვენ არ გამოვიჩენთ სოციალურ გამბედაობას და აი ამ ორივე მხარეს, რომლებიც აი ამდენი წელია უკვე 35 წელია მართავენ საზოგადოების ყველაზე ღირსეულ ნაწილს, არ ვამხელთ, არ გავხსნით მათ მარკეტინგულ შეფუთვებს და არ ვიტყვით, რომ ეს არის ბუტაფორია და ისინი უბრალოდ გმართავენ ჩვენ, მანამდე არაფერი არ გამოვა. ეს აგრესიის ნაკადი, რომელიც ერთმანეთს მიმართავთ, ახლა მიშვერილი და ანადგურებენ და შობენ ერთმანეთს, უცებ წამოვა სიმართლის თქმელი ადამიანის მხარეს. რა ვქნათ? ეს ასეთი ნორმა, ასეთი წესია, ამას უნდა შევეგუოთ. ამიტომ მთავარი ამოცანა იმისა, რომ ჩვენი არსებობა დავადასტუროთ, არის პირველი სოციალური გამბედაობა. მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ ვიცოდეთ სწორი განვითარების თითოეული ეტაპი, რით შეიძლება, როგორი აზროვნების ფორმით, როგორი კატეგორიებით რამენაირად ჩავიძიროთ და ამოვწიოთ ჩვენში ეს ღრმა ქართული იდეა, რომლის თანაზიარებიც უნდა გავხდეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზედაც შემდგომ საუბრებში შევეხებით და რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ მოვისმინოთ თქვენი აზრიც, ერთმანეთთან გქონდეს ინტერაქტიული ჩართულობა და საბოლოო ჯამში ჩვენ გავაკეთოთ განაცხადი, რომ ვარსებობთ, რომ ეს მილიონი ადამიანი უსამართლოდაა განყენებული ძირითადი პროცესისგან, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება გულისხმობს და ამას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი აქვს,
რაზედაც ასევე კიდევ ვისაუბრებთ, რომელიც გამორიცხავს ხელისუფლების მომხრე ხარ, ოპოზიციის მომხრე ხარ, ამ ჯგუფის მომხრე ხარ, იმ სოციალური ფენის წარმომადგენელი ხარ. ამიტომაა ეს რიცხვი დიდი, ამიტომაა ეს ძალა და მხოლოდ იმის გამო, რომ ერთმანეთთან არ ვაწარმოებთ დიალოგს და არა ვარ თვითორგანიზებულები, ხდება ის, რაც ხდება. დღეს დაგემშვიდობებით, გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი შემდგომ სერიებში.